თვეებია, ქვეყანაში უწყვეტი პროტესტია, იქამდე ქართულმა ოცნებამ პროპაგანდა აქტიურად ამუშავა, საკონსტიტუციო განხილვები მოაწყო, მერე ჰომოფობიური სიძულვილის კანონები მიიღო და ქვიარებს ამ ქვეყანაში ცხოვრება კიდევ უფრო გაგვირთულა. იმის გამო რომ ქვეყანაში მუდმივი პროტესტია, ხშირად იმასაც გვეუბნებიან, რომ ჩვენი პროტესტის ან იმ საკითხების გაჟღერების დრო არ არის, რაც განსაკუთრებით გვაღელვებს. მედი აპრილში ასე არ ვთვლით, ამიტომ დღეს ვისაუბრებთ ქვიარ საკითხებზე. ეს უკანონო პოდკასტია, მე გიორგი ბასხაჯაური ვარ და დღეს ჩემი სტუმრები underground არტისტი კოკო და ვოგის მასწავლებელი კოკო და დამწყები კომიკოსი, drag performeri, queer აქტივისტი მიკო არიან. მადლობა მოსვლისთვის. მადლობა. პირველ რიგში შეიძლება ეგრე დავიწყოთ, წეგანაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ ძალიან უცნაურია ხოლმე ბოლო დროს ამ კითხვის დასმა როგორ ხართ, მაგრამ როგორ ხართ? მე ვარ კარგად, ჩემი აზრით, ასე კარგად არასდროს ყოფილა. და ეს იმის გამო არის, რომ დაახლოებით 9 თვეა ვარ უმუშევარი და ვარ სახლში. ეს ალბათ ამით არის გამოწვეული. თუმცა ჩემი ფინანსები კარგად არ არის საერთოდ, პროფესიული კარიერაც. უფრო ბოლო წლებში ვიყავი დასაქმებული როგორც გიდი, ბევრი წელი ამასაც ვაკეთებ, კომერციული გიდი, რომელიც უცხოელებს თქვა აჩვენებს თბილისს, კახეთს, იმერეთს და სხვა რეგიონებს საქართველოში. თუმცა ბოლო დროს, არა მარტო ტურიზმის შემცირდა, არამედ ჩემი რაღაც მენტალური ჯანმრთელობა იყო ცუდად. სექტემბერში მაგით წამოვედი სამსახურიდან, კორპორატიული სამსახურიდან. და რადგან მუშაობდი ვიყავი სახლში ბევრი დრო მქონდა თვითრეფლექსიისთვის და რაღაც აზრების დაალაგებისთვის. თუმცა ჩვენი ქვეყანა არ მგონია კარგ ვითარებაში იყოს სამწუხაროდ. ხო და ეგ რაღაც მაინც ეგ ნაგავი არც ვქვია პრინციპში ძალიან საინტერესო პროცესიც არის და ეს მუდმივი პროტესტიც შეიძლება რაღაცა მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ამ პროცესში ერთია რომ რაღაც პერსონალურს ძალიან ჭამს მთელი ეს პროცესი, ეგრე არ ვფიქრობ. მე ჩემთვის მაგალითად ეგრეა, მთლიანად შეჭმული ვყავარ რაღაც ამბებს, რაც ჩემთვის პერსონალურად შეიძლება მაინც და მაინც მომგებიანი არც არის, არც განვითარებაში მეხმარება, არაფერს არ მაძლევს დამატებით. შენ შემთხვევაში როგორ არის ეგ აპოვი? ძალიან კარგად მესმის, მაგ შეგრძნობის, ანუ შენ კითხავს რა დაუბრუნდეთ, როგორ ხარს? ყველაზე ასეთი ბანალური კითხვა, დაღლილი. ალბათ, ანუ ყველაზე კარგად ჩემს მდგომარეობას ეს სიტყვა აღწერს. ვამთავრებ რაღაც ფსიქოლოგთან სიარულს, ერთი სესია დამრჩა. და ამ პროცესის განმავლობაში ბოლოს მოკეთ დავრჩესა დაღლილი. იმისგან რაც ხდება, იმისგან ზუსტად რაც შენ თქვი რა, ანუ პიროვნულად ანუ გჭამს ეს სიტუაცია, რაშიც ახლა ვართ რა. იმიტომ რომ გინდათ ვარ გინდა, მით უმეტეს არის კანონები. ამ ბოლო დროს რაც მიიღეს, რომელიც არის თავიდან ბოლომდე როგორც აღნიშნა, ანუ სიძულვილის კანონი, არის თავიდან ბოლომდე ჰომოფობიური კანონი და აცენზურებს ანუ ჩვენარი ადამიანების არსებობას უბრალოდ ძალიან რთული არის რა აი ასეთ ქვეყანაში იცხოვრე რა მართლა გულწრფელად ანუ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ადმინისტრაციული აღსრულება არ ხდებოდეს ამ კანონების და რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუმცა შეიძლება სამომავლოდ იყოს ჯერჯერობით არ მოხდეს ადამიანი რაღაცნაირად აი თვით ცენზურას მიჰყავ ხელს რა ანუ მართლა ძალიან მე ვარ 29 წლის ხალხო, ანუ არ ვარ პატარა და ანუ მართლა ძალიან ბევრი მაქვს ნაბრძოლი ჩემი პირადი თავისუფლების მოპოვებისთვის. ანუ ძალიან ბევრი ვიბრძოლა იმისთვის, რა ის პიროვნება ყოფილიყავი, რაც ვარ დღეს რა და ის გარემოება რასაც ახლა ვარ, ჩემთვის არის აი უბრალოდ ვერ ვარეგისტრირე, ვერ აღვიქვამ, ვერ ანუ მიუღებლობა მაქვს თავიდან ბოლომდე რა, მაგრამ სამწუხარო ის არის რა იმდენად რაღაცნაირად ჭკვიანურად მოქმედებს ამ ხალხის ეს პროპაგანდა და რაღაც ისეთი მიზანმიმართული რაც ზუსტად აი წინასწარ კარგად გათვლილი ნაბიჯები აქვს გადადგმული. რა ანუ აი იქ მოვედით, სადაც ახლა ვართ რა და ანუ ადამიანი, ანუ ჩვენი ხალხი მოკლედ არის ძალიან შეზღუდული, მიყვებს ხელს თვით ცენზურას და რაღაცნაირად ანუ ყველაზე შემაწუხებელი შეგრძნებაა ის, როცა შენ თვითონ იპატარავებ საკუთარ თავს და შენ თავს იკეტავ და არ ეძლევ რაღაცნაირად აი განვითარების, გასაქანის კარგად ყოფნის საშუალებას. ანუ ამ ქვეყანაში აი ღირსეული ცხოვრება
აი არ ვიცი, მართლა თუ რაღაც გაუმაძღარი ბიზნესმენი არ გაქვს, ალბათ არ გაქვს და სირცხულია უბრალოდ. ამ კანონების ამბავში ეგ აი ძალიან სწორია რომ ჯერჯერობით არ ამუშავებელი და ეგ დამატებითი გაურკვევლობა რაც ამ ამბავს მოაქვს რომ საერთოდ არ იცი რა ხდება რა აი ვის შეეხებიან ან ისედაც ვის შეეხებიან როდის შეეხებიან რა ფორმით შეეხებიან სად ამუშავდება და როდის ამუშავდება რო არ იცი მუდმივად გაურკვევლობის მდგომარეობაში ხარ მე მჭირდება რაღაცნაირად სიმყარე ან იმის ცოდნა რომ აი მომდევნო თვეების განმავლობაში ასეთი შეიძლება იყოს ჩემი ცხოვრება და ეგ ვერ გექნება მუდმივად გაქვს ეს გაურკვევლობის მდგომარეობა კითხვის ნიშნები აზრზე არ ხარ რა იქნება ხო და ეგ არის საშინელება მაგრამ ტოქსიკურ დამსაქმებელს გავს საქართველოს ახლა რაღაც არც გამყოფებს კარგად რაღაც წესები ემატება კაცრდება მაგრამ pay-off-ი არაფერი არ არის რა აი სამუშაოს ამბავზე ახსენე და პრინციპში თქვენი ორივესი underground სივრცეებს უკავშირდება და მან აქტიურად ხართ ჩართული აი იქამდე გეტყვით რომ ჩემი გადაკვეთა როგორია მე აქციებს რო ვაშუქებდი მაშინ მივხვდი რომ აი დარბევები როცა იყო პირსინგს შიგნით ვიტრიალებდი საყურეებს ვიხსნიდი აი ამ იმისთვის ვემზადებოდი რაღაცნაირად ცოტა კონვენციური კაცის ვიზუალით გავდიოდი აქციებზე და თვით ცენზურა ხო იმიტომ რომ ისედაც აი რო წარმოდგენა ეგეთია რომ შიგნით აი იმაში სამართალდამცავები ასე ვთქვათ ბრჭყალებში ეგრეთი ჰომოფობიური განწყობა აქვს და მაგალითად პირსინგი რო ჩამომაგრიჯონ ძალიან მტკივნეული იქნება და ძალიან ლოგიკურად ვფიქრობ თან ფიზიკურ უსაფრთხოებაზეც რა მაგრამ ისედაც ახლა რაღაცნაირად ქუჩაში გადაადგილების გამოცდილება ან რაღაცა underground სივრცეებში ყოფნის გამოცდილება ან თუნდაც სოციალურ ქსელებში საკუთარი შრომის გასაჯაროების და აუდიტორიისთვის გაზიარების ნაწილში რამდენად გაქვთ აი ეს რაღაცა შფოთვა ან შიშები რამდენად გაამძაფრ ამ ბოლოდროინდელმა პროცესებმა საშინლად აი მართლა აი ასეთი ჩაკეტილი არ უყოფილვარ მე მგონი არასდროს ანუ ფსიქოლოგი არ დამჭირებია არასდროს ანუ მაქვს არ ვიცი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ყოველთვის ვახერხებდი პერსონალურად რაღაც ანუ აი სიმძიმეების თვითონვე გადახარშვას რა გადამუშავებას ფეხზე წამოდგომას ეს იყო ის პერიოდი როცა ვერ შევძალი მარტო ამის გაკეთება და ანუ მიმართა დახმარებას გარეთ მიუხედავად იმისა რა ჩემთვის ცოტა ანუ ძალიან უცნაურია და არ მომწონს რა დახმარებას რა ვითხოვ არ მსიამოვნებს, მაგრამ ის პერიოდი, ანუ იმდენად მძიმე პერიოდი იყო ჩემთვის პირადად რა, ну, გადავდგეს ნაბიჯი, იმიტომ რომ I just can't English word დავიწყა, ანუ მართლა დამჭირდება და აი რაც აღნიშნა გასაჯაროება, ანუ ჩვენი საქმიანობის შემოქმედებითობის ფაქტორი. არა და ეგ არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ პერფორმერი ხარ აუდიტორიას უნდა დაუკავშირდე. ხო, აი ანუ ყველაფერი რაც ხდება გიბიძგებს ისა თვითცენზურისკენ რა ანუ რა დამალო შენი აზრები დამალო შენი შემოქმედება შეარჩიო კარგად სიტყვები ჭკვიანურად რაღაც მოკეთ მაქსიმალურად უნდა მოერგო ამით შემოთავაზებულ ნარატივს რომ მე არ მოგადგნენ რა და თუ ამას არც აპირებენ ყოველ შემთხვევაში ანუ შიშის დათესვა კარგად გამოსდით რა. აი თუნდაც ის მომენტი რომ აი პირსინგს იბრუნებ იმის გამო რომ გარეთ გახვედი არის უბრალოდ სიგიჟა. მეც პირადად ალბათ დაახლოებით არ ვიცი ერთი თვის განმავლობაში თუ მეტი არა სახლიდან ვერ გამოვდიოდი, იმიტომ რომ დამეწყო ძალიან საოცარი შიშები რაც არასდროს არ მქონია. ანუ მართლა არის არ მეშენია, მით უმეტეს აი რა ჩამნარი გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის, ანუ ქალურ გამოცდილების ადამიანისთვის, აი ქუჩაში აი მით უმეტეს რაღაც თბილისის ქუჩებში გადაადგილება აი ყოველთვის ასოცირდება რაღაც ძალიან არასასიამოვნო გამოცდილებასთან ძირითადად აგრესიული რაღაც მამაკაცების მხრიდან რა ასე რომ მეტნაკლებად გინდა თუ არ გინდა ამ ყოფილ შეჩვეული ხარ მაგრამ ამ პერიოდში დამეწყო ისეთი სერიოზული შეშაბი რა ნუ გარეთ ვერ გავდიოდი ფიზიკურად ფსიქოლოგთანაც რომ მივდიოდი გზაზე ყოველთვის ხოვდი ჩემს ძმას გამოყოლას რომ მარტო არ გავსულიყავი სოციუმში და ეს არის აი ძალიან ცუდი შეში რა ნუ ვერ ვხვდები აი არ მეგონავდოსმა, ანუ ამას თუ გამოვწდიდი რა. მე ნელ-ნელა მინდოდა რომ შავშავლიყავი, დავიწყე გარეთ გასვლა, მაგრამ სულ დაფარული პირბადით, კეპით, უდესათვალით, რომ ანუ მინდოდა რომ უბრალოდ უხილავი და უჩინარი ყოფილიყავი საერთოდ რა გარეთ. და ნებისმიერ პატარა ქმედება, აი რაც ძალიან ნორმალური არის აი სოციალურ გარემოში ადამიანი
შემოbrუნდება ხმამაღალაცას გადაუძახებს არ ვიცი შეიძლება შეუხვიოს შენ წინ ნებისმიერი პატარა აი ესე გაფართხალება აი ეგრევე რაღაც წითელს მინთავდა ანუ რაღაც აი მუდმივად აი გაფაციცებულ მდგომარეობაში რო ხარ და აი მუდმივად თავდაცვის რეჟიმში რო ხარ კი და აი ამ მდგომარეობაში 24 შვიდზე ყოფნა არის ძალიან დამხლელი აი ძალიან დამხლელი რა და აი რაღაცნაირად ეს გადავაგაროთ აი ფსიქოლოგის დახმარებით ცოტათი ანუ პროგრესი არის გამოვიდი გესაუბრებით ასე შემდეგ მაგრამ აი რატო უნდა გამოცადოს ეს ადამიანმა ვერ ხვდა უსამართლობა და თან ოღონდ რაღაცა ალოგიკური არ არის რა რაღაც შიში რაღაც დონეზე შიში რო გაქვს იმიტომ რომ პროპაგანდას როცა ესე აქტიურად ამუშავებენ და ხალხს აჯერებენ რომ მტერი ხარ უცხო ხარ რაღაცა მათი იდენტობის თუ რელიგიისთვის საფრთხე ხარ რაღაცნაირად ხო მაგ მდგომარეობაში ვარდები რომ შეიძლება ვიღაც ადამიანი ისე იყოს მოწამლული პროპაგანდით რომ ქუჩაში მე ისედაც რაღაც ძირითადად გარეუბნებში ცხოვრების გამოცდილება მაქვს და ჩემთვის ეს ცენტრის გამოცდილება არ არის ანუ ქალაქის ცენტრის რა თქმა უნდა და ქალაქის გარეუბნებში ცხოვრების გამოცდილება მაქვს და არ არის ნაცნობი ცენტრის მაგრამ გარეუბნებში ეგ მქონია რა აი მაგალითად კომენტარები შეგინებები მსგავსი რაღაცა ადრე დიდად შეიძლება ყურადღება არც მიმექცია მაგრამ ბოლო დროს აი ეს რაღაცა ეგრევე წნეხი და ღამის საათებში ქუჩაში შეჯგუფებულ კაცებს თუ ხედავ კაცებთან ჩავია კი ჯოჯოხეთი კი მე უფრო აქციის პირველ 3 თვეს გამოვყოფდი მაგ კუთხით მიუხედავად იმისა რომ აქტიურად მონაწილეობდი აქციებშიც პირველი 3 თვე მაინც იგივე პერიოდში ვიყავი ძალიან დაზაფრული რა და მუდმივ სკროლვაში ასევე იმიტომ რომ უნდა გამეგო რა ხდებოდა უფრო აქტიური ფაზაში იყო პროტესტი ახლა თითქოს უფრო პასიურ ფაზაშია და გრძელვადიანში დასაწყისში ძალიან ცუდი იყო რა ძალიან იმიტომ რომ თან მე მქონა кейსი როცა პოზიტივი ვიღაც მექსიკელ არტისტზე დაწერა რომ მე ვარ და რაც კაბით ფერადი კაბით რუსთაველზე ვცეკვავ რაც ამ ადამიანის თვით გამოხატვა საერთოდ არ გამიკითხავ თუმცა მე არ ყოფილვარ ეგ ადამიანი და დაწერეს რომ მე ვარ რომ თქვა ასოცირდებით ვისი პრაიდთან და ამ დროსაც რაღაც მქონა მაინც შიში რომ ვიღაცა თქვა რადიკალურმა ადამიანმა არ მიპოვოს და თავს არ დამესხეს რაც ექსიშები არსებობს ნამდვილად და ლეგიტიმურიც არის იმიტომ რომ პირადად მე მაგალითად ბოლო 10 წელია სულ აქციებში მონაწილეობ შეიძლება არ ვარ რაღაც მოძრაობის სახე იმიტომ რომ ჩემი არჩევანია ეს მაგრამ ყოველთვის ფიზიკურად რაც იქ ვარ რა ხო ესე მეც აქტიურად რაღაცა პროტესტების ნაწილი კი ვარ მაგრამ ზოგჯერ აი იცი როგორი განცდა მქონია ამ პროტესტებშიც რაღაც ბევრი იდენტობის თანაკვეთა ხომ აქვს ნუ ერთი ის არის რომ ეს ხელისუფლება რომელიც დიქტატურის დამყარებას ძლებს ჩემს ყველა იდენტობას აფურთხებს მათ შორის იმ ფაქტსაც რომ ქვიარი ვარ იმ ფაქტსაც რომ რაღაცა მაგალითად მთასთან ვარ ესე მიჯაჭული და მაგ სივრცეებში სიარული მინდა და ქვეყნიდან წასვლა არ მინდა და ძალიან ეს ჩემი გამოცდილებები იმასებმის რაღაცა სიღარიბის გამოცდილება მაქვს რაღაცა სესხებში ვარ სესხები მაქვს აი ძალიან ბევრი იდენტობა აბსოლუტურად ყველაფერს აფურთხებს იმიტომ რომ ყველაფერს ეჭქვეშ მიყენებს რა მაგრამ საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის ვისაც ოცნება ელაპარაკება თავისი პროპაგანდით რა მე რატომღაც მოქცეული ვარ ჩემს ერთი იდენტობის საზღვრებში და თითქოს სხვა არც არაფერი არ ვარ და მანდამდე რანაირად დავიწყრობდა ჩემი ყოფნა ვიღაცებისთვის ეგეც არ მომწონა ეს საშინლად არ მომწონს იმიტომ რომ გინდა არ გინდა სოციალური ცხოველი ხარ აბარა ხარ და ნუ მოკლედ ეგ განცდა ყოველთვის მაქვს და თქვენ თუ გქონიათ ეგ განცდა რომ მხოლოდ იდენტობის აი რაღაცა გენდერის თუ სექსუალობის ნაწილში ხართ ამოკეტილები და მასე აღიქვამთ გარემო რაღაცნაირად ვერ ხედავს ან გადაფარულია მაგრამ თან იერიში როცა მაგაზე მიდის მე ეგ აქტიურდება უფრო ეგ ნაწილი რა ან საფრთხეები მაგ კუთხით თქვენ თუ გაქვთ ეგ რავი ფიქრები რაც მე ეგრე საფრთხედ მაქვს შენ კითხვას რო უპასუხო გიორგი მაგალითად ჩემ შემთხვევაში იდენტობების ამბავში სომხური გვარი რომ აქვს ეგ უფრო არის ჩემი დაკვირვებით პრობლემა ჩემს ირგვლივ ყოფთათვის ვიდრე ის რომ შეიძლება ქვიარი ვიყო იმიტომ რომ ქვიარობა ეს შუბლზე არ მაწერია მაგრამ ბანკში ვთქვათ პირობითად რაღაც
ოპერატორებთან, სადაც პასპორტი უნდა აჩვენო, ან რაღაც იუსტიციის სახლში, სადაც ჩემი პასპორტი და იდენტობა, სახელი, გვარი უნდა ვაჩვენო ადამიანებს, იქ რაღაც ყოველთვის არის არაადეკვატური რეაქციები. ან ვაიმე როგორ წარმოვთქვა, ან უი რა უცნაური გვარია, ან რა უცნაური სახელია და ყოველთვის არის კომენტარები, ოღონდ მეც 29 წლის ვარ და 29 წელია, ზუსტად ბავშვობაში არ მახსოვს ეს გამოცდილება, იმიტომ რომ მე სომხური საჯარო სკოლა მაქვს დამთავრებული, შესაბამისად რაღაც ასაკამდე სომხურ გარემოში ვიყავი რა თბილისში. მაგრამ როგორც კი სკოლას ასე ვთქვათ, გავწდი, ყველგან იყო უცნაური აურა, რომ აი იცი რა შეიძლება შენ ქართულად საუბრობდე, შეიძლება შენ ეხა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდე, მაგრამ ბოლომდე ქართული არასდროს არ იქნები რა. თითქოს აი საზოგადოება ბოლომდე არ გაღიარებს და შენი ვთქვათ გვარის წარმომავლობა ყოველთვის დგას დღის წესრიგში. რა ვთქვათ, ჩემს შემთხვევაში, ხა ბოლოს როცა იყო საქართველოს-სომხეთის საფეხბურთო მატჩი, მე საერთოდ ფეხბურთს არ ვუყურებ. ჩემი ახლოს ამეგობროც წრეც არ არის დაინტერესებული დიდად სპორტით, თუმცა ჩემამდე ძალიან ბევრი სიძულვილი მოვიდა სოციალური ქსელების დახმარებით რა. ანუ TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე ამდენი სიძულვილი უბრალოდ რაღაც სხვა ერის მიმართ იყოს ეს თუნდაც ინდოელები, იყვნენ ეს რუსები როგორც ეთნოსი, ხა ამდენი სიძულვილი უბრალოდ იმიტომ რომ ვიღაცას რაღაცა გვარი აქვს თქვათ პირადად შენთვის თუ არაფერი არ დაუშავები ან შენი ქვეყნისთვის არ შეიძლება რა და ადამიანები არ ფიქრობენ ხოლმე და პირდაპირ ან სიზულვის რაღაც ანთხევენ ხოლმე და ახლა ჩემთვის ეგ არის ბოლო დროს ესეთი გამორჩეული გამოცდილება რა ხო და ეგ ისედაც ეს არმონოფობიური და ზოგადად ეს ცოტა ვერ ატანა ნამდვილი და ქართველი მამაპაპური ქართველების თუ რაღაცა რა არის რეალურად ხო? ხო და ანუ ოღონდ ეს ბოლოდროინდელი ეს ამბავი რომ ოცნებამ დატოვა მარტო ქრისტიანი ქართული გვარის მქონე და რაღაც ისეთი ფულიანი აუცილებლად თუ ფული არ გაქვს კაცები და ქალური ქალების წესრიგი დატოვა და ეგეც ამძაფრებს რა მათ შორის ეს სიძულვილს სხვადასხვა ადამიანების მიმართ და სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანების მიმართ ალბათ რა ეგ არის კიდევ რომ ეგ წმეხი იზრდება და რაც უფრო დიდხანს დარჩება ოცნება ხელისუფლებაში ალბათ უფრო მეტად უნდა ველოდოთ რომ ხო აი რაღაცა გამძარცდება ეს ნორმები ხო და ისე აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ალბათ ბოლო წელი ეგეთი მძაფრად ის იყო რა იზრდება ეს რაღაცა queer-ფობიური ამბები და აი მაგალითად underground სივრცეზე რა შეგიძლიათ თქვა როგორ იცვლება ეს სივრცე ან რამდენად არის ისეთი რაღაცა ღია ან რამდენად არის რა იკარგება მოკლედ რას ჭამს აი თუნდაც იგივე underground სივრცეში მიუხედავად იმისა რომ შეიძლება გარეთ თვალისთვის რაღაცნაირად უხილავია მაინც ალბათ რაღაც პროცესი რაც მიდის მათ შორის ადამიანების წასვლა და ზოგადადაც ისე რაღაც თვითცენზურის დაწესება ამ underground სივრცესაც ცვლის აი შენი დაკვირვებით როგორ იცვლება ეგ აი ჩემთვის პირადად ეს სივრცეები შეიცვალა ჩემი მეგობრების ქვეყნიდან წასვლით, იმიტომ რომ ჩემთვის underground სივრცე, იმიტომ იყო ძალიან აი უსაფრთხო, აი მართლა ძალიან შინაურული და აი გულწრფელად კეთილგანწყობილი, რომ იქ იყვნენ აი ჩემი ადამიანები რა და ეს ადამიანები აი მართლა თავისუფლად ვიტყვი რა გამიქციეს, ანუ ქართულმა ოცნებამ გააქცია გულწრფელი რა კეთილშობილი ადამიანები ამ ქვეყნიდან რა მარტო იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ არ მოგცან ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. დავამატებდი უბრალოდ აი მაგ კუთხეს რომ როცა ვამბობთ რომ ქართულმა ოცნებამ თქვათ წაგვართო რაღაც ღირსეული ცხოვრების საშუალება არ გულისხმობთ მარტო პოლიტიკას რა. ხო ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიტუაციას დასაქმების კუთხით, უსაფრთხოების კუთხით, ანუ ყველა სფეროში არის სტაგნაცია ჩემთვის როგორც queer ადამიანისთვის, თუმცა როგორც თქვათ სომხური გვარის მქონესთვის ასევე სტაგნაციაა და რაღაც ეს სიტყვა overlooked არის ინგლისურად. აი თითქოს მე არ ვარსებობ და ჩემს იქით იყურება, ჩემი მთავრობა ჩემს იქით იყურება და მე ვარ შუშის თითქოს რა არ მხედავს და არ მაღიარებს საერთოდ ჩემ არსებობას. აი ვითომ აი გენდერს რო ამოიღებს რაღაც სამართლებრივიანიდან აი რაღაც სხვადასხვა გენდერული იდენტობის ადამიანები უბრალოდ გაქრებიან. თითქოს ხო
baby არ თან ყოველთვის ვიყავით ვართ და ყოველთვის ვიქნებით რა თან არ ესმით რომ შეიძლება ჰეტერო მშობლებს შეიძლება კი არის ძირითადად ასე ახლა რომ ჰეტერო შვილებს ყავთ თქვა ჰომოსექსუალი შვილები ან queer შვილები და არ ხდება ეს რაც აი შეუძლებელია რომ რაღაც ერთი მიზეზი იყოს რატომ არის ადამიანი queer ესე არის და მორჩა გენდერული იდენტობა კი არა და საერთოდ გენდერი გააქრეს აი გენდერული როლებზე საუბარიც კი გააქრეს და აი ხლა მაგალითად თან ეხლა ჰეტერო კაცს როგორ შეიძლება აუხსნა რომ ის გენდერულ როლს ასრულებს როცა ჰგონია რომ უნდა იმუშავოს უნდა შეინახოს ოჯახი და ცოლის სახლში უნდა იყოს ის იმ მოლოდინს ასრულებს რაც საზოგადოებას აქვს მაგრამ მე მგონია რომ იდეაში არის მარტივია რა ეგ არის ანუ გენდერულ როლს ასრულებს მაგრამ თვითონ იტყვის რომ იცი რა არის კაცი კაცს უნდა გავდეს და ქალი ქალს მაგრამ თვითონ ამბობენ რომ გენდერული როლები უნდა იყოს განაწილებული კი მაგრამ ნახევარს აკეთავენ ანუ ქართული ოჯახი აი რავი საშუალო სტატისტიკური ქართული ოჯახი რო აიღო ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ქართული კაცები მგონი ცოტავს საკმურები არიან ხუმრა ბარდამესიათ მაგრამ ანუ მე რასაც ვუყურებ არ ვიცი ჩემ გარშემო ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი ოჯახი არის სადაც ქალი არის შემომტანი მიუხედავად ამ გაწერილი წინასწარ რაღაც სტანდარტების და ნორმების მიუხედავად ანუ ქალი უნდა იყოს სახლის ოჯახის დიასახლისი და მამაკაცი უნდა იყოს შემომტანი. მოდი რა თუ მივყვებით ამ ნარატივს, მაშინ ბოლომდე მივყვეთ რა. მაგრამ მე რასაც ხედავ არის ის რომ ქალიც არის თვითონ შემომტანი. დიასახლისიც ქალი არის და კაცი არის უბრალოდ ანუ ითავსებს ხოლოდ იმ აი როგორ არის დასტედი აი ხო იტოვებს იმის უფლებას რაღაცა მოითხოვეს თუმცა მეორე ნაწილი იმ სტანდარტებს რაც არის რომ უნდა შემოიტანოს ოჯახში ამას არ ასრულებს რა და ძალიან მეჭობა რა ცოტა იყოს ქართული ოჯახების რაოდენობა სადაც აი ესეთი აქაც არათანმიმდევრული გადანაწილება არის გენდერული როლების ანუ თუ რაღაცას აი ამ პატრიარქატში ვცხოვრობთ და მეუბნები რომ ეს უნდა იყოს ასე მოდი მაშინ ბოლომდე მივყვეთ და ყველა ანუ თანმიმდევრულები ვიყოთ ყველანაირი სახის ლოგიკაში რომ ანუ რასახს ლოგიკასაც მაგრამ ეგ სტანდარტი ხო ყველა სხვისთვის მუშაობს მათთვის არა მხოლოდ ყველა სხვისთვის მაგრამ ეგ კონტროლის ის არის მან ძალიან შემაწუხებელი რომ ერთი მხრივ ლოკალურად ცდილობენ რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაცნაირად ეს თვითონ რაღაცა ფუნქციებს რომელიც მათ ჰგონიათ რომ უნდა შეასრულონ ვერ ასრულებენ ამის გამო კონტროლის კიდევ უფრო ამძაფრებენ ლოკალურად ოჯახის წევრებზე მერე უფრო ფართოდ რაღაცა უბანზე დაუხმის მაყურებლები ხდებიან და მერე უფრო ფართოდ რავი აგერ მოგწუდებიან ყველას და გეტყვიან რომ რაღაცა რას სქესია გენდერია და შენ საერთოდ ქართველი არ ახარ რა და ხო და ძალიან დიდი ფარისევლობაა და მე ეგ არის სამწუხარო რომ პოლიტიკური ესტაბლიშმენტიც ამ ფარისევლობას ყვებავს და აწყობს კიდეც რა. ოკეი, არ მიყვარს ეს ნარატივი, მაგრამ თბილისში ოდნავ უკეთესი სიტუაცია, იმიტომ რომ პროპაგანდა იმდენად არ მოქმედებს ადამიანებზე, რადგან არის ბევრი ინფორმაციის წყარო რა, ალტერნატიული ინფორმაციის წყაროები, როგორც არის თქვა სოციალური ქსელები, ონლაინ მედია რომელიც ჯერ კიდევ არსებობს მადლობა განგებას და სამყაროს, მაგრამ თქვა რეგიონებში თუ ტელევიზორის გარდა სხვა საინფორმაციო წყარო არ გაქვს, სავარაუდოდ ის ინფორმაცია რომელიც ჩვენამდე მოდის, არის ძალიან ცოტა და არარეალური. და აკონტროლებს თქვა მთავრობა ან სხვა ძალები რა, რომლებიც თქვა ხალხისთვის არაფერს დიდად არ აკეთებს. იცი რა არის, მე ცოტა სხვა გამოცდილება მაქვს მაგ მხრივ რა, ანუ ჩემთვის თბილისში ბევრად უფრო რთული ყოფილა, ვიდრე თუნდაც რეგიონებში, იმიტომ რომ მე არ დავბედებოდი თბილისში. ნუ აქ გავიზარდა და ჩემ ცნობიერს ხომ აქ მაქვს გატარებული, მაგრამ ხშირად მეტყვის ხოლმე დასავლეთ საქართველოში ჩასვლა, იმიტომ რომ ვერ იქნან. და გაცილებით კარგი გამოცდილება მაქვს ხალხთან ურთიერთობის ვიდრე თბილისში, იმიტომ რომ იქ აი ჩვენი ბებიების თაობა, ძირითად შემთხვევაში და ბაბუების თაობა, აი ძალიან კეთილ განწყობილები არიან, ძალიან გახსნილები არიან და არავის უბრალოდ სურვილი არ უჩნდება შენი ან დაჩაგვრის, ან იმის რა რაღაც სულად გითხრას და გული გაკინოს, ანუ ყოველთვის არის ხოლმე აი რაღაც აი ცნობის მოყვარება მოდის ამ ხალხისგან რა, აი რაღაც ინტერესი, ხონდა ეს ინტერესი არის ძალიან აი კეთილი რა. კი, აი არ არის დამაზიანებელი, ანუ არ განგრევს რა და თუ რაღაცას ვერ იგებენ, ანუ ხშირად გადააქვთ ხოლმე ეს იუმორში. და ანუ მან მორჩა და აქ არის ხოლმე ძალიან დიდი აგრესია, მე ესეთი გამოცდილება მაქვს პირადად. უბრალოდ აი მართლა ძალიან გული მწყდება
იქნება რა რაღაცნაირად მართლა ჩატეხილი არის რაღაც საკომუნიკაციო ხიდი ჩვენს და ამ ხალხს შორის და მართლა ისე როგორც თქვი რა ინფორმაციები მიდით აი რაღაც სატანისტური შეკრებები რაღაც ხორე ცოდომი რაღაც გონიათ ანუ მთავრობამ შექმნა რაღაც მონსტრი გამოიგონა მონსტრი და აი მოახდინა საზოგადოების დაყოფა უბრალოდ იმიტომ რომ აი მართლა ადამიანმა ყურადღება არ გამახვილოს რეალურ პრობლემებზე ანუ ჩვენ ანუ ამ ხალხმა რო გაიგოს რომ ერთნაირი ერთი პრობლემა გვაქვს და ერთი მტერი ყავს ჩვენ და ეს არის სიღარიბე სიღატაკე რაღაც ინფრასტრუქტურის არარსებობა სამუშაო პირობების არარსებობა და ანუ ყველა რამდენი პრობლემა არის რა ქვიარები ანუ ანუ ქვიარი არის საქართველოში პრობლემა არ გამაგიჟოთ ანუ გამოიგონა რაღაცა მართლა რაღაც ურჩხული მთავრობამ რა ანუ ძალიან მარტივად მაგრამ რაღაცა მანიპულირება მოხდინა ამ ადამიანებს იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია რომ არაფერი საშიში ამაში არ არის და ეს არის ბუნებრივი და ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილია ხალხო ანუ რაზე საუბარი ცოტა ხნის წინ ზუსტად ანუ ვანის მუზეუმში ვიყავი და იქ არის აი რა ვიცი მეორე 1000 წლების თუ რაღაც ფიგურები რომლებსაც პირდაპირ აწერეს რა აქვს ორის კესის დამახასიათებელი ნიშნები და შესაბამისად ანუ ამ ფიგურების ეს კესის გარკვევა ვერ ხერხდება ანუ მეომრის ფიგურებზე არის საუბარი და აი ამ დროიდან მოყოლებული იქ არის ძალიან ბევრი ასევე სხავლის მოდიფიკაციის ნიმუშებიც ანუ აი რასაც უძახით ამ ტატუს და პირსინგს და ანუ რაღაც გონიათ რომ ეს არის ძალიან ახალი რაღაც მორალური და სატანისტური ხმერთო ჩამო ეს არის ისტორიის ნაწილი არაფერი ამაში ახალი არ არის უბრალოდ აი მუდმივად აი ისტორიის მანძილზე სულ არის ხოლმე აი ეს ტალღები აი ახლა ვართ რაღაცნაირად აი ამ ფაშისტურ ტალღაში გლობალური ტალღარი და ამ გლობალურ ტენდენციას არის საქართველოს აყოლილი რა ხდება ამერიკაში UK-ში რა ხდება ანუ უნგრეთში ხო ბუდაპეშტში აღწალეს პრაიდი ანუ ეს არის ტენდენცია და ეს ტალღა აუცილებლად გადაივლის და მართლა გადაიწერება ეს ისტორია და იქნება სირცხული აბსოლუტურად ის რაც ახლა კეთდება და ვინც ამას მხარს უჭერს აი ანუ ვერსად ვერ გამოყოფენ თავს ანუ ეს ხალხი ვერსად ვერ გამოჩნდება მაგრამ უბრალოდ აი სანამ ეს ტალღა გადაივლის ანუ ძალიან დიდ ზიანს და მოგვაყენებს თავიდან რა და თითქოს აი ეს თითქოს აი ჩემთვის პირადად რაღაც აი ძლივს ნაპოვნი უსაფრთხოების შეგრძნება აი საერთოდ დამიკარგეს ანუ მართლა აი ჩამოგშალეს რა და აი ძალიან გული მწყდება უბრალოდ რა მაგრამ ეს არის ტენდენცია და იმიტომ ვერ ვითარდებით კაცობრიობა და ის საზოგადოება მართლა ვერ მივიწევთ აი ისე წინ როგორც უნდა მივიწავდეთ იმიტომ რომ ყავს რაღაც გაუმაცხარი რაღაც ოლიგარქები სათავეში კონსერვატიული ოლიგარქები რომლებიც აი ესე ისაც ყველაზე აი მოწყულად და რაც მარგინალიზებულ ჯგუფებს ემძვიან ვითომ ეს ხალხი არის პრობლემა უბრალოდ ამით ცდილობენ რა რაღაცნაირად აი მოახდინონ შიფტინგი ადამიანების ფოკუსირების და ადამიანმა არ დაინახოს რამდენად არის არაკეთებენ იმისთვის რომ ამ ადამიანების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს რა ზუსტად ცხოვრების ხარისხი რო უკეთეს იმქონდეს ის კი არ არის ანუ თავრობის ის კი უნდა მოთხოვა რომ არის შეგიქმნას ანუ პირობები იმისთვის რომ ადამიანურად იცხოვრო არა შენი პრობლემა თუმე არის რაც კასპში რაღაც ერთნაირი სქესიანთა ქორწინება აი როგორი არარელევანტური საკითხია თან ქუიერთემისთვის არ დგას დღის წესრიგში ქორწინება საერთოდ ქართული ქუიერთემისთვის არასდროს არ ყოფილა ეს რაღაც ბრძოლის საგანი ჯერჯერობით აი ჩემთვის პერსონალურად საერთოდ ქორწინების იდეას საერთოდ ძალიან განზიდვა მაქვს მაგ იდეის მიმართ რომ შეიძლება ქორწინებაში იყო და ამას რამე სოციალური პრივილეგიები მოსდევდეს და მათ შორის შვილები ძალიან ბევრი ქუიარ ადამიანს საქართველოში არ უნდა შვილები ანუ ეს არის ფაქტი ჩემივე დაკვირვებით ჩემი სამეგობრო წვიდან ანუ ვიღაცებს უნდათ რა თქმა უნდა მათი არჩევანია მაგრამ ქორწინება და შვილები ასოცირდებოდა ძალიან ბევრ ხარჯთან და ამ ქვეყანაში არ ვიცი რა ამდენი ფული რომ შვილები ყავდეს და ოჯახი შექმნას მაგრამ ქართველები უნდა გავრავლდეს მრავალ შვენიალობა ახალისებულია მაგრამ ანუ ის პირობები რომ მრავალი შვილის ყოლეს შეძლო ღირსაულად არ არსებობს მაგრამ კიდევ ერთხელ ქართველი ქუიარია პრობლემა თურმე ხო აი არსებობს წყვილები რომლებიც შვილის გაჩენაზე უარს იმიტომ ამბობენ რომ ქვეყანაში გეები არიან და ვაი კაცში გეი არ ნახოს ჩემს ქვეყანაში სანამ ქუიარები არიან მე ბავშვს არ გავაჩენ აი ესეთ პოზიციაზე არიან ალბათ მაგრამ ერთი ეგეც არის რომ ხო აი
ეგეც იმას უკავშირდება, რომ აი გავდივართ ერთ ქუჩაში, რომელიც გადათხრილია, იქამდე ვართ ერთი და იმავე სახლებში, რომელშიც შეიძლება რაღაცა გაზმა გაჟონოს და მოკვდე. ანუ მიდიხარ სამსახურში, სადაც გიხდიან ძალიან ცოტას, ან დამსაქმებელმა რაც არ უნდა გაკადროს ატანა მოგიწევს, იმიტომ რომ სხვა შესაძლებლობაც შეიძლება არ გქონდეს და აი სად ჩნდება ეგ ის, რომ ანუ აი ახლა რაღაცა ქვიარ საკითხები, აი არ ვიცი, მოკლედ ძალიან სამწუხაროა მთელი ეგ ამბავი, მაგრამ ის რო ტენდენციის ნაწილია გასაგებია, მაგრამ ამ პროცესში ადამიანების ცხოვრებები და შესაძლებლობები რო განვითარდნენ და თუნდაც იგივე რაღაც რამეს მიაღწიონ და ამ რაღაც ხო ამ იმაში სოციუმში იყვნენ თანასწორად, ეგ იკარგება რა. აი ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რას მართმევს ეს ქვეყანა და ბევრი რამეს მართმევს რა, საერთოდ ანუ ჩემი თავი არ ვიცი რაღაც იმ ისეთ ნაგავზე ფიქრის გარეშე, რაც რეალურად ნაგავია, ეგრე არ უნდა იყოს, მაგრამ ანუ გამოცდილების ნაწილია ბოლო ჯამში ალბათ. უბრალოდ ერთი ეგ არის, რომ აი ეს შესაძლებლობების გამოყენების შანსი რომ მქონდეს ბოლომდე და რაღაცებზე ფიქრი არ მიწევდეს, კარგი იქნებოდა და თქვენ რამდენად გაქვთ აი ამ პროცესმა რამდენად კიდევ უფრო გაზარდა ეს შეგრძნება, ან თვითგანვითარების შესაძლებლობას რამდენად ხედავ, რამდენად გგონია, რომ რეალიზების საშუალება გექნება ამ ქვეყანაში. არა, მართლა, იმიტომ რომ ძალიან მთელი ცხოვრება აქ ვარ, უკვე 29 წელია აქ ვცხოვრობ და ვცდილობ, უბრალოდ ამას ვთქვი, ვცდილობ რაღაცებს, მაგრამ აი არ გამოდის რაღაცები, ანუ ლიმიტები აქვს თავისი რა, იმიტომ რომ igen, რავი, ინდუსტრია არ არის ბოლოს განვითარებული რა. ჩვენ ეს ჩვენ სადაც. ხო, მეც დავამატებდი კლუბურ სივრცეებზე დავამატებდი და underground სივრცეებზე დავამატებდი, რომ მაგალითად 2019 წლიდან მე მახსოვს უფრო მეტი პროექტი, უფრო მეტი შესაძლებლობა, მინიმუმ მე პირადად მქონდა თვე, სადაც თქვა სამ სხვადასხვა ბარში მქონდა პერფორმანსი, იყო queer პერფორმანსი, drag პერფორმანსი და როცა მივხვდი რომ რაღაც თითქოს ამ კუთხით ვითარდები, გადავწყვეტე რომ რაღაც ჰეტერო სივრცეებში და straight სივრცეებშიც გავაკეთო დრეგი და დრეგის პოპულარიზაცია. და რაღაც გარკვეულწილად რისკებს უკავშირდებოდა, იმიტომ რომ რამდენად მიმღებლური იქნება შენი queer ხელოვნების მიმართ, ახლა თქვათ ჰეტერო straight სივრცე, მე არ ვიცოდი წინასწარ. მაგრამ გავბედე და რამდენიმეჯერ ესეც ვქენი, ხო? ახლა მაგალითად რაც დაიწყო ეს რუსული კანონი რაც არის ხო გრანტებზე და შემდეგაც უკვე LGBT პროპაგანდის კანონი თითქოს ბარებსაც ეშინიათ, იმიტომ რომ ახლა სპეცრაზმები რომ მოვიდეს და დაარბიოს ბარი ერთი queer პერფორმერის გამო და პირობითად თქვა 100 კაცი არის მაგ დროს ბარში, შემდეგ რაღაც ტრავმატული გამოცდილება შეიძლება ქონდეთ იმ ადამიანებს და მეორე სხვა ვიკენდზე აღარ მოვიდნენ ბარში, ხო? არა მარტო იმის გამო, რომ რაც შეიძლება მოინიშნოს გარკვეული ბარი როგორც queer ადგილი, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ მათ შემოსავალზე ექნება გავლენა და შეიძლება ქირა ვერ გადაიხადონ და რაღაც. და ესეთი ვითარებაა, რომ ყველა ფიქრობს, აი, როდის მორჩება ეს რაღაც ფაშისტური წყობა, რომ ისევ დაუბრუნდეთ მინიმალურ თავისუფლებას, იმიტომ რომ რაღაც რეალური თავისუფლება არც არასდროს არ გქონია queer ადამიანებს საქართველოში, ყოველთვის თვითცენზურა გვიწევდა ნაწილობრივ მაინც რა. მაგალითად მე ხარ ასეთი დოზით მართლა არასდროს. ასეთი დოზით არასდროს. მათ შორის ისე რომ აი ღამე რა, მე ღამე უფრო გამოდიოდი, იმიტომ რომ თითქოს აი რაღაცა ვინც მუშაობს ის კლასი მიდიოდა სახლში და ღამე თითქოს ნაკლებ ღამე უფრო უსაფრთხოდ გრძნობდი, რაც მე მგონი რაც არანორმალურია, მაგრამ ღამე უფრო უსაფრთხოდ გრძნობდი ჩემ თავს, იმიტომ რომ უფრო ის ადამიანები იყვნენ რაღაც გარეთ ბარში ან ქუჩაში, რომლებიც ალბათ სხვა აზრზე არიან, რაღაც შეიძლება ძალიან მორწმუნე რაღაც ეკლესიური ოჯახებიდან არ არიან და ღამე თქვათ 9 საათის მერე არიან გარეთ და ამ ხალხთან უფრო უსაფრთხოდ გრძნობდი თავს და ახლა ღამეც არ გრძნობ უსაფრთხოდ თავს რა, პრინციპში ეს სივრცეების ისე ლიმიტირებული სივრცეები არსებობდა, სადაც შეგეძლო თვით გამოხატვა, ან მეგობრების ნახვა და ეხლა მაგ სივრცეებში ლიმიტირებულად გადიხარ, იმიტომ რომ საერთოდ სახლიდან გამოსვლა არ გინდა. და მე რაღაც შესაძლებლობებიც შემცირდა დასაქმების კუთხით რა.
ჩემთვის როგორც drag performer-ისთვის რა. დიდად არც იყო, ახლა რო გითხრა განვითარებული იყო რაღაცა დიდი ჰონორარები გქონდა, არის რომ არ იყო ასე. ანუ შენ მარტო დრეგით თავს ვერ ირჩენდი და თქვა ქირას ვერ გადაიხდიდი, ან ბანკის კრედიტს ვერ გადაიხდიდი. თუმცა რაღაც დამატებითი შემოსავალი იყო რაღაც მომენტში ჩემთვის პირადად. ეხლა ეგეც არ არის რა. ხო, ეგ არის რა განსაკუთრებით თან არიცი როდემდე გაგრძელდება ან რა თუ ქართულიც თამას რომ დაეხარჯა მილიონები ახლა ინფრასტრუქტურისთვის, აი ყველაფერი ჩემს ირგვლივ ყველაფერი იყო სუფთა, ლამაზი, წყალმომარაგება, გაზი მოწესრიგებული, არ ვიცი, ნაგვის გატანა მოწესრიგებული, პურის დისტრიბუცია მოწესრიგებული, იმიტომ ეგეც კი არ არის მაღაზიებში მოწესრიგებული. აი, არ ვიცი, ალბათ გარკვეულწილად რაღაცებზე თავს დავხუჭავდი რა. თუ აი ყველაფერი ქვეყანაში იქნებოდა მოწესრიგებული, სხვა სფეროში სოციალური, მაგალითად სამართალი ყოფილიყო ღარიბი ადამიანებისთვის რაღაც, ხო? ან არ ვიცი გზა ყოფილიყო კარგი. ალბათ თავს დავხუჭავდი რაღაცებზე, მაგრამ მილიონები იხარჯება ისევ ჩემ დევნაში და ცრუ ინფორმაციის რეალობად გასაღებაში. კი. აი ის პრობლემები და წუხილები, რასაც ახლა აღღარებ, აი მართლა საშუალო სტატისტიკური ადამიანის, ანუ ქართველი ადამიანის პრობლემებია რა. ანუ ეს საზოგადოება, რომელიც აი ასე მწარედ ეწინააღმდეგება, ანუ ჩვენს არსებობას რატომღაც, აი მართლა რომ დასვლა აი ერთმანეთის პრობლემებზე რომ ვისაუბროთ რა, დაინახავს ეს ხალხი აი რამდენად დიდი თანაკვეთა გვაქვს რა. და მე დაუსხდნენ ბიძინა ივანიშვილს და აი რაღაც დიდარ გაუმეცხრე ბიზნესმენებს და მოდი იმეთ ანუ ვისაუბრენ თავიანთ პრობლემებზე და აი სად იპოვის ეს ხალხი აი თანაკვეთას, აი ვისთან უფრო მეტი ემპათია გაუჩნდებათ, აი ვნახოთ რა მართლა, იმიტომ რომ მართლა რაღაცნაირად აი პოლარიზება მოახდინა სანამ საზოგადოების და აი გამქრალი არის რა ეს ხიდი და იმდენად კარგად მუშაობს ეს პროპაგანდა, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა სახის ინფორმაციას არ უნდა შევდეს, როგორ სახის კომუნიკაციას არ უნდა დაამყარონ ხალხთან, აი ყოველთვის აი იმ ფილტრში და პრიზმაში გაატარებენ, რომელიც აქვს ასე გემრიელად წლების განმავლობაში დამუშავებული რა. და მაგით ორ ამ ხელმიუღებლობა რა. თან საშუალო კლასის ესეთი პრობლემები გვაქვს ზუსტად. ანუ არაფრით არ გამსხოდებით. ზუსტად ერთნაირი გასაჭერი გვაქვს რა. ერთმანეთს რატომ ამტარებით არ ვიცი. ვემტარებით იმიტომ რომ შემოაქვთ უცნობები, შემოაქვთ შუღლის რაღაცა ახალი კერები და მე ამ ღრეულ წყალში სარგებლობენ ძალიან კარგად და აი ერთი კიდე აი უიმედო, რაც უფრო უიმედო ადამიანი და რაც უფრო აღარაფერს აღარ უტოვებს სახელმწიფო, მაგას მით უფრო უჩნდება კუთვნილების სურვილი თუ აი რაღაცნაირად კონტროლის დამყარება იმაზეც კი რაც არ ეკუთვნის. აი მაგალითად იგივე ქვიარ სივრცეები არსებობს ქვიარ ადამიანებისთვის და ხო, ნუ მხარდამჭერებისთვისაც თუ მათ იქ ყოფნა, უნდათ ვისაც უნდა იქ ყოფნა, მოკლედ რა. და ნუ მაინც ძირითადად ეს ქვიარ ადამიანებისთვის უნდა არსებობდეს ეს ქვიარ სივრცეები. მაგალითად მოედანზე თუ ეწყობა რაღაცა ფეხბურთის მატჩის ყურება ან რაღაცა პაბში თუ ფეხბურთს უყურებენ, იმ გარემოში მე არ მივალ, იმიტომ რომ მე ამ გამარემოზე კუთვნილება არ მაქვს, მაგრამ ეგ ჩვეულებრივად ოკეია. ასევე აი ჩვენ ვებ გვერდზე და იმაზე Facebook და Instagram გვერდებზეც არის ხოლმე, რომ ნუ მოვლენ ძირითადად ალბათ მაინც წინასწარი დავალებაა, რომ ეხლა მიდით და დაწერეთ ისეთი კომენტარები, რომ შუღლი გააღვივოთ კიდევ უფრო, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ნერვები ეშლება იმაზე, რომ ამაზე რატო წერთ? შენთვის არ უწერთ, ანუ შენ თუ ეს ინფორმაცია არ გინდა, შენთვის არ არის. ისევე როგორც აი რაღაც აი ისეთ ძალიან ისეთ სპეციფიკურ რამე გვერდზე, რომელიც ჩემი ინტერესებში არ არის. აი მაგალითად კარიბჭის მკითხველი მე არ ვარ. კარიბჭეს არ ვიყიდი, ან Facebook გვერდზე კარიბჭეს არ მივადევნებ თვალს რა. და აბსოლუტურად ნორმალურია რა, მაგრამ მაგის შეგრძნება იკარგება და ეხლა ადამიანს რო ხელში არაფერი არ გაქვს და სრულიად უიმედო ხარ და შესაძლებლობებსაც გართმევს სახელმწიფო, მე კონტროლის მოპოვებას ვცდილობ იქ, სადაც შეიძლება უფრო მარტივად გამოგივიდეს, ეგრე მგონია რა. თორე ეხლა ნუ მე არ ვიკვეთები კარიბჭესთან, ვიღაცაც ნუ გამოიკვეთება ჩემს ან მაგალითად რავი, აი შენ ვოგის ცეკვის ვიდეოს თუ დადებ, აი რავი, ანუ ვიღაც რატომ უნდა შემოვიდეს და რატომ უნდა თქვას, ხო, გეცეკვე. მაგრამ ხო, TikTok-ზე გიწერენ მაგას, რომ აი ქართულს რატო არ ცეკვა? არა, TikTok-ზე ჯერ ორი კაცი მისთავს მარტო და ძალიან მეშინია. არ მინდა ბარბარ გამიცნოს. TikTok-თან ხო ძალიან მოწამული სივრცეა. ძალიან მეშინია ქართული TikTok-ის, ამიტომ რა იმდენი რაღაც საოცარი რაღაცაები ვნახე, ძალიან უცნაური რაც მეგონა რომ მოტოვებული იყო. ძალიან რაღაც წინა 1000 წლებში, მაგრამ არა.
მე ინსტიტუციურ რელიგიაზე, ეკლესიაზე ვხუმრობ ხოლმე. სულიერებისგან დაცლილია თანამედროვე ეკლესია ჩემთვის ახლა. თორემ გაუმარჯოს ყველა ადამიანს, რომელიც რაც სულიერებას ადამიანს თავს. ჩემთვის არის რაღაც მენტალურ ჯანმრთელობას ვეძახი ხოლმე სულიერ სიმშვიდეს და ნუ შემიძლია პარალელი გავავლო რა. უცხო არაა ჩემთვის თქვა რელიგიური ადამიანები, მათ შორის დედაჩემი არის საკმაოდ რელიგიური, თუმცა ეკლესიას და მამაებს ესე არ უჭერს მხარს და არავის თავს არ დაუხრის უბრალოდ იმის გამო რომ ვიღაცა სადაც ჩინი აქვს რა და წოდება აქვს და ამას ძალიან დიდ პატივს ვცემ და უბრალოდ ვიღაცას პატივს ვცემ იმიტომ რომ რა წოდება აქვს ან ვიღაცა ეს ძალიან ცუდია მათ შორის სივრცეებში მინდა დავამატო ავტორიტეტები ხო აი ავტორიტეტები ხო კლუბურ ცხოვრებაში შევამჩნიე რომ ბევრი ადამიანი მოდის არა იმიტომ რომ სივრცე მოსწონს ან წვეულება მოსწონს გამოფენას დამედას ეგზოტიკურია ზოგჯერ მოსწონს ხო სხვა ადამიანების დაკვირვება მე რაღაც ჩუმად ამ ადამიანების დაცინვალ მინახავს ჩემი თვალით ან თავისი სტატუსი რაღაც კონკრეტული სტატუსი აქვს რაღაც არ ვიცი კონკრეტულ სივრცეში ცნობილები არიან და მოდიან რომ ამ სტატუსით თვითონ რაღაც აი დაიკმაყოფილონ საკუთარი ეგო რა ხშირად აი მართლა მინახავს ადამიანი მოსვლა წვეულებაზე როგორი რეივერობის სტატუსი რეივერობის არა იცი როგორ აი მაგალითად არ ვიცი პირობითად კლუბის მეპატრონე მოდის თავისივე კლუბში ოღონდ არა იმიტომ რომ გაერთოს ან სხვა ადამიანებთან კონდეს კომუნიკაცია აი კონკრეტულად მაგ სტატუსის მოდის რომ მე ვარ ამ სივრცის მეპატრონე აი თქვენ ჩემს ირგვლივ ვინც ხართ მოსული ჩემს სივრცეში ეხლა უნდა მაჩვენოთ პატები და რაღაც აღიარება ეგეც ცოტა სასაცილო მგონია რა ეხლა ადამიანი საკუთარ ეგოში ეგრე ძალიან არ უნდა გაიჭედო რა ცოტა გარეთ უნდა გამოხვიდე და შენი პიროვნება გარედანაც უნდა დაინახო რა სხვები როგორ ხედავენ უნდა გქონდეს ამაზე რეალობას აღქმაზე რაღაც ხელი დადებული აი ის სოციალურ ქსელებზე დამაინტერესა გავლენას რამეს ახდენს აი თავდასხმები სოციალურ ქსელებში ისა თუ ხშირად ხდება მე უკვე რეალურ ცხოვრებაში თავს ზოგავ რა აი რაღაცა შეიძლება მე დღეს პირობითად ვამბობ რა თქმა უნდა შეიძლება უფრო ფერადად ჩამეცვა მაგრამ არ გავაკეთე ეს იმიტომ რომ დაილექა ჩემში ის რაღაც შიშები რა ანუ ირიბად აქვს შენზე გავლენა ხა შეიძლება მიკროაგრესიას ძალიან უცნაური აქვს რა გამოვლინება ან რამდენ სადღაც ხო ეგ დალექვის ამბავი ძალიან ეს არის თოლია ძალიან იმიტომ რომ ზოგადად საზოგადოება აქვს რა აი ძალიან ჩაკეტილია მართლა აი ძალიან არათავისუფალი საზოგადოება არის და შენს ძალიან კეტავენ და აი ნუ მართლა არის აუცილებელია რომ მაინც და მაინც რაღაც კანონში ჩაგიწერონ რაღაცა ეს შემზღუდავი მოცემულობები ანუ ის არის საზოგადოებაც ესეთი არის თუ რა თქმა უნდა შენს აი მართლა არჩეულ პატარა წრეში არ ტრიალებს რაც აი უსაფრთხო გარემო გაქვს შექმნილი რა რაღაცა აი არ გაცდენ განვითარების საშუალებას აი მუდმივი მე რასაც დავაკვირდი ეგ არის რა რაღაც მოწონთ ძალიან რაღაც აი დაცინვა რა დაცინვა და აი დაკომპლექსება ადამიანს აი რატო ვაკომპლექსებთ ერთმანეთს ასაწაენ ვერ ხვდები რა საიდან მოდის ამის საჭიროება მე შურიდან მოდის ან როგორი შურიდან იცი მე თუ არ მაქვს თავისუფლება და მე თუ სისტემა ეს უზარმაზარი რაღაც კულტურა ტრადიციები მე თუ მზღუდავს რაღაცებში ესე იგი შენც უნდა შეგზღუდოს რას ქვია შენ ეწინააღმდეგები ესე იგი ტრადიციას და მე არ უნდა შევეწინააღმდეგო და გავაკეთე ის რაც არის ქვეყნის ოჯახის ტრადიციის დაკვეთა და ეს არის ალბათ შური რომ რას ქვია ეწინააღმდეგო და თვით მიკუთვნებულობა რა თუ თვით მიკუთვნებულობა აქვთ მართლმადიდებლობის ქართული ტრადიციების და აღიქვამენ რომ ეს ეწინააღმდეგება ქვია კულტურას შემდეგ უკვე ესე იგი შენი არის დასაგმობი და ჩემი უნდა რაღაც ქუჩაში რუსთაველზე ვიზეიმოთ და შენი დავგმოთ არ ვიცი სადღაც კლუბში და შენი არ ვიზეიმოთ რა გარდა კიდევ რა გარი მაგრამ შეიძლება ორივე ვიზეიმოთ რეალურად კი, მაგრამ კიდევ მეორე ფაქტორი არის, რომ უბრალოდ არ ვაძლევთ ერთმანეთს საშუალებას, რა ვიყოთ ცუდები თავიდან რაღაცაში რა. ყოველთვის ადამიანი თავიდან რაღაცაში აუცილებლად იქნება ცუდი რა, რაღაც გზას რო იწყებ, აი რაღაც მიმართულებას რო ირჩევ, ვერ იქნება თავიდან ძალიან დახვეწილი რა. პროფესიონალი მაგას ხო რა, და რაღაც აი ეგ მოდის, რა იმის ნაცვლად რა აი მხარდაჭერა იყოს და უსაფრთხო სივრცე შევქმნათ ერთმანეთს განვითარებისთვის, არის ძალიან დამცინავი ტონი რა და კომპლექსები. და მე შემთხვევით
იკეტავ თავს და არაძლევ შენ თავს იმის საშუალებას რა რაღაცაები გამოცადო რა რაღაც მიცა შენ თავს იმის უფლება რა სულელურად გამოიყურებოდე ცოტა წაუშტარო რაღაცაებში ანუ ძალიან ნორმალური არის აი მაგრამ რაღაცაიდან იმდენად დაკომპლექსებული სოციუმი არის რა ანუ ჩვენც მაგრამ აქაც თვითცენზურას მივყვებთ ხელს რა იმიტომ რომ აი რა გამოცდილებებიც მქონია ამ საზოგადოებაში და თუ შევადარებთ უცხოურ ყალებში გამოცდილებას გაცილებით დიდი მხარდაჭერა და ემპათია მოდის ანუ არა ქართული საზოგადოებისგან ვიდრე აქ ეს არის შემპირადი გამოცდილება რა და უბრალოდ არ მგონია რომ მარტო იყო ამ გამოცდილებაში შემიძლია შენს ძველ კომენტარს დავუბრუნდე რომ ამბობდი რა ვიღაც ადამიანები აკომენტარებენ რომ აი რაღაც ქვია საკითხავდა თუ წერთ აი რა დროს ეს არის და ამას და რატო წერთ ანუ ძალიან ისე მტკივნეულად მომხვდა ეგ იმიტომ რომ ეგ არ არის ჩვენს პაწუკა ასე ვთქვათ სოციუმშიც ჟღერდება ეს აზრები და ძალიან მიყვარს რა იმიტომ რომ ანუ იდეაში ვითომ რაღაცისთვის ვებრძეთ ანუ საერთო რაღაცა ეს ევროკა ყველაზე მარტივად და ზედაპირულად მოპეტიეთ ყველაზე ზედაპირულად რომ გავერთ აი ევროკავშირი გვინდა და ამ დროს უგულებელყოფ უმცირესობის უფლებებს ანუ გინდა რომ უმცირესობა არ იყოს ამ პროტესტის ნაწილი გინდა რომ მათ უფლებებზე არ ისაუბრო და ამავდროულად გინდა რომ ისეთ სივრცეში შეხვიდე სადაც ეს პრიორიტეტია ანუ ამის გარეშე ვერ იზამ რა და თან ანუ როგორ შეიძლება ანუ უმცირესობები ვართ ამ პროტესტის უდიდესი ნაწილი რა უდიდესი ნაწილი და როგორ შეიძლება მეუბნებოდე მე რომ ანუ ერთად შენ გვერდით თუ გავერდი შენთან ერთად ვიბრძვი ჩემი პირადი აი მართლა ბევრი ცხოვრებისეული გამოსვლების ხარჯს და შენ მეუბნები რიცი რა ანუ უმნიშვნელო ხარ არ არსებობს შენი დრო არ არის არასდროს ანუ ქართველი ქვიარის დრო არ არის არასდროს ანუ ჩვენ პრობლემებზე საუბრის დრო არ არის აი ვერ დადგა აი კარგი დრო ჩვენზე სასაუბროდ, იმიტომ რომ იქ არ ვიცი, პროტესტი გაშავდება, იქ არ ვიცი. ამიტომ ვარ თუ კანონა პოდკასტი. ანუ პირველად ხალხო ტრანს დროშა პროტესტზე გამოვიტანეთ მე და ჩემო უახლოესმა მეგობარმა ქევაი სიგნემ. ვინმე მიცეთ ამის შესახებ? ძალიან დიდი დროშა იყო სხვათა შორის. არსად არ გაჟღარებულა, არც ერთ მედიას, არც ოპოზიციურს, არც არ შეიძლება დროშა ვერ იცნეს უბრალოდ. არა, ნახე, არც ერთ მხარეს არ ეწყობდა უბრალოდ, იმიტომ რომ როგორ გინდა ეს გააჟღერა, ანუ თუ უნდათ პროტესტის გაშავება ბრჭყალებში, რომ აქ სალომგამორი ტრიალებს და რასა პროტესტავენ ესენი რაც უწმინდურები თუ რაღაც, ვერ იტყოდნენ მაგას, იმიტომ რომ ის ხალხი, ანუ ყველანაირი სახის რეაგირება მოყვა ჩვენს ამ ანუ ესეთი სახით ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას ხალხი ძალიან აგრესიული იყო ფიზიკურად გადმოვიდა რამდენიმე შეხებას და ვიღაცაები გვიცავდნენ ანუ თუ რამე რეაგირება შეიძლება რომ თავში მოგივიდეთ ყველანაირი სახის ძალიან მძაფრი რეაგირება მივიღეთ ყველა ასაკობრივი ჯგუფისგან რა ამ პროტესტზე ასე რომ საერთოდ არც ერთ მედია საშუალებას არ აწყობდა არც ერთ მხარეს ამის გაშუქება რა იმიტომ რომ იქვე ანუ ხედავ რა ამ დროშას ანუ ძალით ვიღაცა გვართმოს და ხელით გვეხება მათ შორის პროპაგანდისტებიც მაგას უკვე ვეღარ გააშუქებდნენ, იმიტომ რომ იქ დაპირისპირების კი დაგაჩნდა. ისინი რაღაც პატრა კომენტარს გავაკეთე. ეს კი რაღაცას ვიტყვი კიდევ რომ ანუ აი ეს პროტესტი უბრალოდ არ ეკუთვნის ესე კონკრეტულად რომელიღაცა სივრცეს ანუ ჩვენ თვითონ იქვე რაღაცებზე ალბათ პასუხის გამო უნდა ავიღოთ უბრალოდ საშუალება ალბათ არ გვეძლევა ამ ყველაფერს რა. ხო, საშუალება ერთია და მე შიში და ეგ კომპლექსი რომ შენ ვიღაცას აზიანებ. აი რაღაც თითქოს აგიქვამენ ერთი მხრივ მარტო რაღაცა სხეულებრივ რესურსად რო რაღაცა პროტესტის ნაწილი იყო, მაგრამ მე შენ თუ შენს პირად სუხილსაც ამ სივრცეში აფიქსირებ, უკვე მან ზღვარი გადის რაღაცნაირად. ხო, აი რაღაც პრიორიტეტი არასდროს არ ხარ. თან ანუ არ ვითხოვთ იმას, რომ პრიორიტეტი ვიყოთ. უბრალოდ ერთ-ერთი მოთხოვნა მართლა აი თხოვნა რაც არის, რომ აი უჩინარებად ნუ დაგვტყობებთ რა. არა, დრო არ არის არასდროს. საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად ყველა სოციალურ ჯგუფს. ეგ არის, რავი, აი ეგრე უნდა იყოს რა. იმიტომ რომ ხო, ანუ შენს უფლებებზე უნდა თან ერთდროულად უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ ეს არის ერთი ბრძოლა, ესე განცალკევებულად და განყენებულად გამოდის, რომ ძალიან ზედაპირული ხარ მაშინ იმ მოთხოვნებში, რაც გაქვს და ვერ ხვდები რა სიტყვა. ეს არის ძალიან რაღაც აი მართლა ზედაპირული მიდგომა, ანუ რა საპროტესტო, ანუ რაღაცა გინდა და თან აი გინდა რაღაც აი ვითომ ეს ევროკავშირის შესყვა და ასე შემდეგ უმცირესობების უფლებების დაიგროვებით. ხო, აი როგორ უბრალოდ აი რა სიტყვა ხო უნდა იცოდა? მე დავამატებდი იმას უბრალოდ რომ მაგალითად პოლიტიკურ ჭრილში მე არ მაქვს იმედი რომ ნებისმიერ პარტიები, რომლებიც ახლა არსებობს საქართველოში, მათ შორის ოპოზიციური პარტიები
მოგცემენ queer terms რაღაც გასახანს, მოდი ასე ვთქვათ, არ მაქვს ეგ ილუზია, თუმცა რასაც ვებრძვით, აი ამ დიდ ურჩხულს არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იმედს მიტოვებენ, რომ მე სიტყვა მაინც მექნება და აი ისე როგორ მივაწვდენ ხმას ჩემს საჭიროებებზე სამომავლოდ თუ ოდესმე მათ ჰქონდეთ პოლიტიკური ძალაუფლება. მაგრამ ისე რომ აი ვთქვათ ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში მივახწევთ ისეთ შედეგს, როგორც მაგალითად ჰოლანდიაში, ინგლისში ან რაღაც ამერიკის ზოგ შტატში, ესეთი ილუზია არ მაქვს. ეს არის ძალიან დიდი ბრძოლა, უბრალოდ ადამიანები თავისი ცხოვრების გამოცდილებებზე დაყრდნობით ხვდებიან ხოლმე, რომ ის რა არის პროპაგანდა და რა არის რეალური, რა queer terms აპირეთი გადაკვეთები რო ცვლის ხოლმე რაღაცებს. ძალიან მეგობრობა, უბრალოდ აი ვიღაცას მაგალითად მე თანამშრომელმა წინა სამსახურში მითხრა რომ პირველი ადამიანი ხარ ვინც გავიცანი, ვინც არის queer-ი. აი ნებისმიერი კუთხით. არა და აბსოლუტურად ყველა მოქალაქე იცნობს queer-ს. უბრალოდ არ იციან რა თქმა უნდა. თან ძალიან ცნობილი ადამიანები ყავს. რა queer-ობა ვერ ხვდები ახლა და შუბლზე გვაწერია. ანუ რა ბევრი ძალიან ბევრი სტერეოტიპია, მათ შორის აი გეი გონიათ რომ მარტო ფემინური კაცები არიან და ვთქვათ ლესბოსები მარტო მასკულინური ქალები და ესეთ პრიმიტიულ სტერეოტიპამდე არის დაყვანილი ჩვენი ვიზუალი, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სტილი და ასე შემდეგ. ძირითადად შემთხვევაში მხოლოდ რაც ორიენტაციაზე არის ხოლმე ეს ყურადღება გამახვილებული არის და ეგ ერთი პაწუკა ის არის მიმართულება ანუ მე თან ადრე მართლა პირადად მე არ მწამდა ვთქვათ რელიგიური გეების და თურმე არსებობენ მორწმუნე მართლა ეკლესიაში მოსიარულე გეები, მაგრამ თან თავის გეობას რა თქმა უნდა ვერ უარყოფენ, იმიტომ რომ ხა თუ ხარ ეგეთი ხარ მორჩა რა მოკლა და ერთადერთი მთავარი კრიტერიუმი იყავი მორწმუნე, უბრალოდ საკუთარი სრული ფორმით რაღაცა მიკუთვნებულობას იპოვი, ან იმ ეს სივრცე შენთვის მეგობრული იქნება სრული ფორმით რო იქ იყო, მაშინ ეგ კითხვაც უნდა დაუსვათ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მაგის თორე რავი. ღვთისმშობლები ვართ ყველა ხალხა. თუ ანუ ნახე თუ მართლა მაგ ლოგიკით მიყვები რომ ერთმა შექმნა სამყარო, რა თქმა უნდა ყველა ღვთისმშობლე ხარ მეც და შენც და მართლმადიდებელი გეიც. ხო, აი მან მაგაზრზე არ ვარ და ეგეც კიდევ განსხვავებაა, მაგრამ მაგ განსხვავებებზე საუბარიც ალბათ უბრალოდ უნდა შეგეძლოს და როცა ეგ უკვე ინტელექტუალური რესურსი. უნდა იყო უბრალოდ აი სხვა ინფორმაციის მიღებისთვის, ანუ მაგას ვგულისხმობ, რომ იმდან ჩაკეტილი არის საზოგადოება, რომ ანუ ნული მზაობა არის და ნული ინტერესი მართლა. და რაღაც ხო კიდევ ერთხელ აი რაღაც მოგონილი, რაღაც შექმნილი ურჩხული არის, უბრალოდ რასაც ებრძვიან რა. ხო და არ ვიცი მე. არა და რა ლამაზები ვარ შემოყვედან. და ეს რაღაც მომავლის წარმოდგენები ან შეიძლება ზოგჯერ ცოტა утопიური წარმოდგენებიც, მაგრამ მომავლის წარმოდგენები ან მომავალზე ფიქრის მომენტი თუ გაქვთ, თუ აქ და ახლა ხართ და ამ რაღაცა ბევრად თანასწორი იმის წარმოდგენა ცოტა გიჭირთ ხოლმე. ან მოკლედ რას ეჭიდებით ხოლმე, რაზე ამყარებთ იმედს თუ ახერხებთ მაგას? ვერა. იმედი ძალიან სუდა ჭარს ხო? ირონიულია რომ სიტყვა იმედი მშვიდობა, ესეც პოზიტიური სიტყვები ოცნება, თითქოს წაგვართვეს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს. ხო. ჩემთვის მე უბრალოდ ჩემ თავს ვახსენებ, რომ ჩემი არსებობა ჩემი მრავალ წახნაგოვანი პერსონით აქ არის უნიკალური თბილისში რა, მე რომ წავიდე პირობითად ამსტერდამში ან ბერლინში, ვთქვათ და იქ დავიწყო ჩემი კარიერა დრეგის კუთხით. ჩემი არსებობა იქ იმდენად უნიკალური და საინტერესო არ იქნება როგორც არის აქ. ანუ აქ იმიტომ არის საინტერესო რომ არსებობს ეს წინააღმდეგობა და მე როგორც ადამიანი რაღაც შედარებით შეიძლება სხვასთან შედარებით უფრო სტრესმედეგი ვარ იმ რისკზე მივდივარ რომ აი ჩემი ხელოვნებით რაღაც თუნდაც პოლიტიკურად რაღაც შევცვალო და ადამიანები დავაფიქრო რაღაც საკითხებზე. და სხვაგან არ იქნება იმდენად უნიკალური რა, მაგრამ კომფორტის საკითხში ხო ზოგჯერ იღლები, აი დაღლასთან მეც მაქვს აი მართლა დიდი ასოცირება, რომ დაღლილი ვარ მეც პოლიტიკური არეულობით. თან უბრალო პოლიტიკური არეულობა არ არის რა, რეალურად გვაშინებენ ომით. ომი არის საშინელება და უზარმაზარი ტრაგედია. ხა ომში გინდ ქვიარი იყო, გინდ მორწმუნე, გინდ ფაშისტი, ყველა კვდება, ანუ რო ბომბავენ კორპუსს
იქ წინასწარ იცი რა არ თანხმდება რომ აქ ქვიარები ცხოვრობენ ამ კორპუსში და იქ მართლმადიდებლები და ან ქართველი ან სომეხი ან თუ ბომბავენ ყველას ხო და ეგ ძალიან დიდი შიშია მაგრამ ნუ მე ეგ რეალურად შიშად არასდროს არ მიფიქრია მაგაზე რა იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად სადაც ვარ საქართველოში მე არ რეალურ შიშს ომის ამ რეგიონში ახლა ვერ ვხედავდი ყოველ შემთხვევაში ან ქართული ოცნების ეს ნარატივი რეალური ჩემთვის არასდროს არ ყოფილა რა მაგრამ ვიღაცებისთვის იყო სამწუხაროდ თან ვისაც თქვათ პირადი გამოცდილება აქვს ან ომთან უფრო ახლოს იყო ხო ან 90-იანებში ან 2008-ში მის ნათესავს მოუწია გაქცევა თქვათ გორიდან და ასე შემდეგ რა თქმა უნდა უფრო მტკივნეული იქნება რა ხოთ მე თბილისში ვიყავი და მე შემდეგ უკვე ომი რო დაიწყო უფრო აქტიურ ფაზაში 2008-ში რა 13 წლის ვიყავი მე მგონი და უბრალოდ ქართლში წავედით ჩვენ სოფელში და თბილისისგან შორს ვიყავით რა მეც არ შემხებია სრულიად მოშორებული ვიყავი მაგ სივრცისგან და აღმოსავლეთ საქართველოში მაგრამ მაინც ეს რაღაცა ეს ფონი იყო უფრო და ვიღაცებისთვის უფრო რეალური და სოციალია ალბათ ეგ-შიში. მაგრამ ამ იმაზე აი იმედზე ჩემი პოზიცია ეგ არის რომ ეს პროტესტი არის შესაძლებლობა ქვეყნისთვისაც რომ რაღაცნაირად იქნება ამ ჯერზე მაინც წრეზე აღარ დატრიალდეს და წინ წავიდეს მე უფრო ნუ ადამიანებისთვისაც ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის შეიძლება ჩემი როგორც ანუ აი ქვიარ უფლებების ნაწილში შეიძლება წარმოდგენები უფრო ისე მქონდეს უიმედო მქონდეს მაგრამ ბოლო ჯამში მაინც შესაძლებლობა შეიძლება მაგას დავაფუძნო მაგრამ აი არის დღეები როცა ეგ არ გამომდის მაგალითად ვარ აქციაზე და ვფიქრობ რომ როგორც არ უნდა წავიდეს ჩემთვის მაინც არაფერი შეიცვლება აი ნაწილში რაც ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ თან ამავდროულად ეგ არის რომ იერიში რომ მოაქვთ მაგიტო თორე ჩემთვის მაგალითად ჩემი სექსუალური ორიენტაცია თუ გენდერული იდენტობა მთავარი ჩემი იდენტობის მთავარი ქვაკუთხედი არც არის რა მაგასთან კონფლიქტი საკუთარ თავთან არასდროს არ მქონია რავი ვინც მომწონდა როგორც ვგრძნობდი თავს ეგ ბოლომდე მიუღებელი არასდროს არ ყოფილა შესაბამისად ეგ ვერ არის ქვაკუთხედი მაგრამ ეგრე აღმოჩნდება რომ როცა სადაც ყველაზე დიდი იერიში მიაქვთ ეგ ზედაპირზე უფრო მეტად ამოდის თორე რავი მაგრამ ნახოთ რას მოიტანს ამ პროტესტი და იქნება ერთი მიმართულება ისიც იყოს რა რაღაც ამ აი დაწნეხვის მდგომარეობაში იქნება რაღაც ლამაზიც აღმოცანდეს რა და აი რაღაც აი მაგალითად აი რაღაც სუბკულტურებმა უფრო წამოიწიოს წინ რა ძალიან კარგი რაღაც ახსენეს შენის რა აი აქ ჩვენს რეგიონში ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხო აი ეს დრეგ პერფორმანსები რაც ჩვენ გვაქვს და ზოგადად აი ქვიარ ხელოვნება რა რაშიც ვტრიალებთ აი აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა რა და აქ არ არის იმდანად მეინსტრიმული ანუ ძალიან საკმაოდ პატარა ანუ მაყურებელი ყავს ასე ვთქვათ რა და მინდა რომ ასე დარჩეს იმიტომ რომ მე შენია არა მარტო ის უნდა გქონდეს ინტელექტუალური რესურსი რომ რაღაცებს გაუგო რა როცა სცენიდან არტისტი რაღაცის კომუნიკაციას ცდილობს შენ თუ არ გაქვს მზაობა ინტელექტუალური რაღაც შეიძლება ვერ გაიგო და სისულელად ჩათვალო და ეს რა იყო შენ თავს უთხრა და გახვიდე ოთახიდან მაგრამ თუ გაქვს ინტელექტუალური მზაობა და ვთქვათ მაგ ხელოვნებაში იცი რა არის რეფერენსი ვთქვათ წარსული რაზე როგორ მოვიდა აქამდე მოკლედ ეს პერფორმანსი და რატო არის ამ დროს კონკრეტულ სცენაზე ისეთი როგორც არის მაშინ უფრო ღია გულით და ღია თვალით და ისე შეხედა რა აი ამ კონტექსტში ამ პოლიტიკურ ვითარებაში აი მაგალითად ის რომ მე ვასწავლი ვოქს ძალიან სხვა მნიშვნელობის მატარებელი არის ვიდრე მე რომ ყოფილიყავი სადმე სხვაგან მაგალითად პარიზში და იქ რომ ყოფილიყავი ვოგარი აი აბსოლუტურად განსხვავებული იმიტომ რომ ზოგადად აი ვოგი არ არის ცეკვა რა ეს არის კულტურა ბოლრუმის კულტურა რომელიც ისევ მარგინალიზებული დაპრესილი ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების შექმნელი არის რა ეს იყო 70-იან წლების ნიუ-იორკიდან წამოვიდა სუბკულტურა არის რომელმაც აი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოიპოვა აი რაღაც მეინსტრიმული ხილვადობა და უფრო პოპულარული გახდა რა ანუ გლობალურად და ისეთი მნიშვნელობის მატარებელი შეიძლება არ იყოს როგორც თავიდან მაგალითად რა
მიხედავთ იმისა, რომ რა თქმა უნდა, მსგავს ღირებულებებს ატარებს. და აი ქართულ კონტექსტში, ანუ მე რასაც ვაკეთებ, უბრალოდ ძალიან სხვა მნიშვნელობის მატარებელია, იმიტომ რომ ახლა ზუსტად ის რაღაცნაირად აი ძალიან დიდი მსგავსება არის, იმიტომ რომ ის პერიოდი გვდგას, აი მართლა ძალიან ბნელი შავ-ბნელი პერიოდი. თვით გადარჩენისთვის და ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აქ ანუ მე ვისაც რა შეგვიძლია იმას ვაკეთებთ მართლა. ანუ მე უბრალოდ ჩემი ხრა შემიძლია რომ პატარა ანუ უსაფრთხო სპეისი რო შევქმნა, ანუ შავი მეგობრებისთვის, ანუ ქართველი მოწყვლადი, მარგინალიზებული, ანუ სოციუმისთვის. ზრუნვის სივრცეც არის, ხო? ზრუნვის სივრცეც არის. ხო, რა თქმა უნდა, ანუ უსაფრთხო გარემოს არის, ანუ ადამიანი იქნება ყველაფრის განდაცლილი, ანუ აი თავისუფლად იქნება იმის მაქსიმალური კომფორტი და თავისუფლება, რომ უბრალოდ იყოს და ანუ არ დაიღალოს რაღაცების დამალოში და აი თავის დაპატარავებაში და დაპრესვაში რა. და ანუ ეს მნიშვნელობა აქ ანუ ჩემს საქმიანობას აქვს, მაგრამ აი სხვაგან არ ექნება რა. უბრალოდ ის მომენტი არის, რომ აქ რასაც ვაკეთებთ, ანუ მართლა ისტორია იწერება ეხლა რა. ანუ შეიძლება ამ ეტაპზე ესე კონკრეტულად ვერ აღვქვამთ ამ ყველაფერს, მაგრამ გავედრო და ანუ ეს ძალიან კარგი ისტორიად დარჩება და ძალიან მნიშვნელოვანი კულტურულ ფენომენად რა, იმიტომ რომ აი ეს დრეგი ვოგი ბოლრუმის კულტურა ეხა ამ ეტაპზე არ გვაქვს რა და თუ არის რაღაც ძალიან რაღაც გულწრფელი ესთეტიური მიზნებისთვის უფრო არის რაღაც შინაარსისგან დაცლილია უფრო. ცოტა ეგზოტირებულია იმ კუთხით, რომ ვიღაცებს აინტერესებთ, რომ აი რეკლამაში გადაიღონ პირობითად, მაგრამ აი ძალიან ლამაზია და ეხა ეგზოტიკურია რა და თვითონ აი ეს მნიშვნელობა, რომ ეს არ არის რაღაც მართლა აი სწორ ტექნიკაზე და დაქვოქსა და დიპს, ეს არის ანუ სოციუმზე, საზოგადოებაზე, შენს თემზე და კომუნაზე, ანუ მსრულნელობაზე არის რა. და აი ამ მნიშვნელობისგან ცოტა შეიძლება დაცლილი იყოს, აი სხვაგან რო ეს გააკეთო. თუმცა საშუალება ბევრად მეტი არის სხვაგან, ანუ განვითარების საშუალება ბევრად მეტი გაქვს. და რესურსი ფული მათ შორის. კი, მატერიალური რესურსი და იცი რა არის, აქ მე პირადად ძალიან მიჭირს რაღაცებზე ფოკუსირება, ანუ აი მენტალური რესურსი არ ვყოფნის ხოლმე რა, აი რაღაცაზე ვეფიქრო და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დანაშაულის გრძნობა მაწუხებ და თუ რაღაცა სხვაზე წავიდე და ფიქრები რა, რომ რას ქვია, რა ზრუნავ ქართული პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესებაზე ახლა ამჟამად და ყოველთვის 24/7-ზე. მალამოღებული რატო არ ხარ? ხო, იცი რა, მეც მქონდა დანაშაულის გრძნობა. ეს მივხვდი, ბედისუცებ, ანუ აი ჩვენი არსებობა უკვე ძალიან ანუ პოლიტიკური statement-ია in a way. ანუ რო ხარ აი აქ, სადაც გკრძალავენ და მაინც რო ხარ ისეთ როგორც ხარ და მაინც რო აკეთებ იმას, რასაც ესე გიკრძალავენ, უკვე ჩემი აზრით ძალიან ძლიერი პოლიტიკური სტენსი არის რა. და აი queer ადამიანი, queer სხეული, ტრანს სხეულები, ქალის სხეულები აი ძალიან პოლიტიკური არის რა, ასე რომ ჩვენი არსებობა, ახლა რასაც ვაკეთებთ, თუნდაც ეს ვოგერის განვითარებასაც ვცდილობთ, ეს დრეგი ხო რასაც ვაკეთებთ, არის წინააღმდეგობის ფორმა რა. მართლა არ არის აუცილებელი რა ხმა ჩამეწყეს რაღაცების ყურით და 24/7-ზე ვაცანებ და პროტესტი. ანუ ეს არის ჩემი პროტესტი, ასე გამოვხატავ რა. ბევრი სახის ანუ სახე მიიღო ჩემი პროტესტის გამოხატულებამ, ამ ეტაპზე შევჩერდი ამაზე. ხო, ერთის მხრივ ჩემთვისაც ბევრი სცენა და განზომილება არსებობს ბრძოლის რა queer უფლებებისთვის. ახლა ერთ-ერთი რითაც ვამაყობ არის ჩემი ოჯახი, რომელიც თქვათ coming out-ი გავაკეთე 2019 წელს და ვიცი რომ თუნდაც პოლიტიკურ არჩევანში უფრო ფრთხილები იქნებიან ვიდრე იყვნენ ადრე და ჩემთან მიმართებაში ვთქვათ რა თქმა უნდა აგრესიულები აღარ არიან. მარტო ჩემი ძმა შედარებით უფრო ჰომოფობი ოჯახში, თუმცა ჩემ მშობლებთან რაღაც ეგ საკითხი აღარ დგას რა და აღარ არის უცხო. და მაგით ძალიან ვამაყობ, იმიტომ რომ ამას რეალურად ცვლილებები მოაქვს სანათესაოში, ძალიან ნელა, თუმცა სუფრაზეც კი გასვენებაზე, დაბადების დღეებზე, ქორწილში უკვე სხვანაირად ხარ აღქმული და უფრო პატივს ცემენ ჩემი აზრით რა. ანუ ადრე მაგალითად მე ვნერვიულობდი რომ საყურე მომეხსნა, როცა ოჯახთან და ნაცისებთან მივდიოდი რა, იმიტომ რომ არ მქონდა მენტალური მზაობა ამაზე საუბრის, რომ იცით რა, ეს მინდა და მაქვს საყურე და თქვენი საქმე არ არის ჩემი სხეული. მაგრამ წლებმა მოიტანა ის რომ თუმცა ახლა არ მაქვს ეგ პრობლემა რა, არც ვფიქრობ რომ რაღაც საყურე უნდა იყოს პრობლემა გასვენებაში, ან დაბადების დღეზე, ან ვიღაც ქორწილში, ან რა ვიცი, ბავშვის მონათლაზე. ანუ არა ეს ჩემი ნაწილი. არა, ნუ აი ადამიანებმა რო იცოდნენ განცდები, თუნდაც ჩვენი განცდები რა, რომ მე წინასწარ ნერვიულობ იმაზე, რომ მე ვიღაცამ ეკლესიაში ბავშვის ნათლობის დროს არ გამიჭედოს, რომ მე კაცს
რატომ აქ საყურე? მე რომ დავთხრა, ქართულ მეფეებსაც აკეთებს. ხო, და ყურებს. ხო, აი, უბრალოდ ეს განცდები, ანუ ეს სისტემა იმდენს აკეთებს, რომ მე ყოველდღიურ სტრესს მიმატებს, რომ აი მაღაზიაში გავდივარ, საყურე მოვიხსნე თუ არა, ან ვარდისფერი მაისური მეცვას თუ შავი ჩავიცო და ისე გავიდე მაღაზიაში ან აფთიაქში. ანუ აი ესეთ დონემდე გსტრესავს ეს გარემო. ხო, ამ მიკროსივრცეებში ეგ კი იცვლება, რომ უცხოობის განცდა აღარ აქვთ, ხვდებიან, რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივი ტიპი ხარ და არა ვიღაც ეს ხო რაღაცა უცნაური არსება, მაგრამ ხო რაღაც გამოცდილებების რაღაც ნაწილი მაინც შეუღწეველი და გაუგებარი შეიძლება იყოს და მე არც მაქვს პრობლემა იყოს გამოცდილებების რაღაც ნაწილი შეუღწეველი და გაუგებარი, რა მთავარია, რომ ადამიანმა დაინახოს ის, რომ აი შენს გვერდით დავდივარ, ვდგავარ, ჩემი ოჯახის წევრი ხარ და ნორმალური ცივილური ურთიერთობა გვაქვს და მორჩა, ანუ მაგის მიღმა რაღაცები ეგრეც უნდა იყოს, შეუღწეველი უნდა იყოს რა. ხო, არ არის აუცილებელი, ყველამ გაიგოს, უბრალოდ აი უსაფრთხოება შევუქმნათ რა ერთმანეთს, ანუ აი ვიზრუნოთ. ხო, არც ვიზრუნოთ, უბრალოდ აი რა შეგვეშვა ეგეც ვარიანტია. საერთოდ მაგთაც ყოფილი ვიქნები რა. კი, არა, იცი რა საკითხი, დგას კიდე მეორე მხრივ, აი პრივილეგიები მოაქვს ოჯახს რა, თუნდაც საცხოვრისის. ხო, ბევრი ადამიანი ახალგაზრდობაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, მაგრამ მე მივიღე მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ოჯახთან ერთად არ ვიცხოვრ, მაგრამ თუ ყოფილიყო ის ჩემ თვით გამოხატვა რომ ყოფილიყო უზრუნველყოფილი ოჯახში მე სიამოვნებით ვიცხოვრობდი ოჯახში მაგრამ რადგან ჩემი თვით გამოხატვა არ იყო მიღებული ჩემ თვით გამოხატვის ხარჯზე და მე მივიღე გადაწყვეტილება რომ აი გადამეხატა ქირა და მეცხოვრა ცალკე რა თუმცა ადვილი არ არის ანუ ეხლა მაგალითად სექტემბრიდან რა ვიკეთე ახლა აპრილი ხო აპრილამდე ქონია მომენტები, როცა ბანკისგან ამის ესყი რომ ქირა გადავეხატე რა. და ეს არის ძალიან მტკივნეული ჩემთვის რა, იმიტომ ძალიან მე უფრო შფოთვა მემატება რომ აი ხა ბანკის ვალი მაქვს უკვე. და ხო, სიამოვნებით ვიცხოვრობდი ოჯახთან, მაგრამ თუ არ არის მინიმალური რაღაც კომფორტი, თუნდაც ხო აი ბავშვობაში ვიზრდებოდი ჩემ ძმასთან ერთად, ჩემი ოთახი არასდროს არ მქონია. და რაღაც თვით გამოხატვაც არ მქონია რა თქმა უნდა რაღაც აი ან ექსპერიმენტი რო აი რატანაც მე მიხდება ან მინდა თუ არა რაღაც აქსესუარი არასდროს არ მქონია ეგ მომენტი და აი განსაკუთრებით თინეიჯერობაში ძალიან მტკივნეული იყო რა რაღაც არ მქონდა საშუალება ექსპერიმენტების რაღაც გარეგნობასთან მიმართებაში თუნდაც რა ეხლა კი ვარ ახლა წვერით მაგრამ ნუ ალბათ მაყურებელს შეუძლია მნახოს თქვათ დრეგში და როგორი ვარ დრეგში და ეგ ძალიან მომწონს რა მაყურებელი ეყოლება ამ პოდკასტს ცოტა შემეშინდა თავიდან არის და ხო მაგალითად თვით გამოხატვის ამბავშიც რაღაც მომენტში ვიყავი ძალიან საჯარო და რაც პროტესტი დაიწყო და რაღაც ძალიან ჰომოფობია წამოვიდა ჩვენსკენ უფრო ლიმიტირებულად ვარ მეც რა ანუ გააზრებლად ჩემ თვით გამოხატვას უზღუდავ უსაფრთხოების გამო. კი ბატონო. ხო. მაგრამ ადვილი არ არის რა, იმიტომ რომ სიამოვნებით უფრო ქვიარ გარეგნობა მექნებოდა, მაგრამ ჩემი ბიოლოგიური სხეულის პრივილეგიით ვსარგებლობ ამ საზოგადოებაში. ქვიარ გარეგნობა. ხო. ოკეი. პრინციპში მივედით ბოლოსკენ გაიარად რომ რამის დამატებით თქმა ხო არ გინდათ სულ ბოლოს. ერთადერთი იმას ვიტყოდი რომ ვისურვებდი რომ გამეცნებული ყოფილიყავი და არ გამქცავდი რაღაც მეტყველებაში აზრებით და რაღაც ასოებით. კარგი იქნებოდა. მადლობა. ძალიან ეს იყო ძალიან გემრიელი ჩაჭორავება რაც სადაქალოზე. გულის მოთქმა. წუწუნი გემრიელად. აი რომ მოვიშოროთ ოცნებას მე კიდევ დაგპატიჟებთ და უკვე ვისაუბროთ აღმავლობის ხანაზე. აუცილებლად. და მე ყოველთვის ვამბობ რომ აუცილებლად გადავრჩებით. ანუ არ გვეშინოდეს ამის, უბრალოდ მაცხოვრეთ, იმიტომ რომ ახალგაზრდობის წლები მიდის და უფრო ნაკლები ენერგია გვაქვს და ცხოვრების ხალისიც ნაკლები. შესაბამისად გადარჩენით კი გადავრჩებით, მაგრამ იქნებ გვაცხოვროთ. ან სახში რაც უნდა ისქრან მართლაც თავი დაგვადება. პოლიტიკოსებმა და ქართულ მოსახლეობას სახში რაც უნდა ისაკეთონ ქვეყანაში მოდი იყოს თავისუფლება. მოკლედ
დიდი მადლობა. სულეყი გიყო დღევანდელი საუბარი. დიდი მადლობა 64 სივრცის დათმობისთვის და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.